გომებიანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ერთის ქვრივ. მომხმარებელთა გაყოფილებას მეორეში შეიძლება საქართველოს ლოჯისტიკური ხარჯის განმარტებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი შემოსავლების გენერირება. Alibaba ჯგუფსა და საქართველოს სულთა შორის თანამშრომლობა აჩვენებს, რომ საქართველო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი, არამედ ციფრული და ლოგისტიკური ეკონომიკის თანამედროვე ინტეგრება. Საერთოდ შესაძლებელი ეკონომიკის უსაფრთხო დამტება და რა აკრძალულები მოქმედებს შეიდასტურებისას. საქართველოს სპეციალურ ლაბორატორიებში სპეციალური საინფორმაციო ბაზები განთავსდა და მიზეზი ის ხარჯების გაფორმებისია. გამჭირვალეა. Հարիս տեմպերատուրից մակրոմասთან ერთად მიზეზებად ის ხანძრების რისკი. სწორედ ამიტომ დღეებსა და ტურიზმულად აქტიურ ადგილებში საინფორმაციო ბანერები უკვე განთავსდა. სად და როგორ შეიძლება ტყეში კოცონის უსაფრთხო დამტება, ასევე რა არის აკრძალული და ტყეში ვისვენებ ამ ინფორმაციას სტუმარი ტყეში შესვლისთანავე მიიღებს. აკრძალულია ცეცხლის დახება ხეების ტოტებში, წიწვოვან მოზარდის ტყეში, ძველ ნახაზრაებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, ნარჩენებისგან გაუწმუნდელ ეტაპებში, ასევე ტორფიან და განსხვავებულ ტერიტორიებზე. ამ წესების გაუფალისწინებლობამ შესაძლოა ეკოსისტემას დიდი ზიანი მიაყენოს, ეს აღდგენას კი აბსტრაქტულად იდენტიფიცირებს. ეს ხარჯის გამოფენილი ეკოსისტემა ნიშნავს, რომ ასე გავკარგეთ ეკონომიკური საერთაშორისო სამყარო და ნიშნავს, რომ გავკარგეთ შეფასების სიტყვაწყალი, საკუთარებო ქალაქი ცხოვრებები, ფუნქციონალები, ყოველდღიური ორგანიზმი, რომელიც ამ ტყეში ცხოვრობს. ეს ხანძრის გამოწვეული მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა დაუძევება, მათ შორის ნარჩენის დატოვება, კოცონის არასრულად ჩახება. სწორედ ამ მიზეზებით და არა მხოლოდ 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტყის მასივი 6500-მდე ჰექტარი დაიწვა. თუ გავაკეთებთ გასული 10 წლის მონაცემებით, საქართველოს ტყის მასივი დაახლოებით 6500 ჰექტარამდე გახდება დაიწვა. რაც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ საგანგაშო ციფრი. მაგრამ ტემპერატურების ფონზე, დინამიკის გენების ფონზე იზრდება ტყეში ხანძრების გაჩენის. ტყეში სახელმწიფო საფრთხეების დარღვევა კანონით იშლება. მოთხოვების დარღვევა, რასაც ხანძარიან მისი გავრცელება მოყვება, გამოიწვევს 300-დან 500-მდე ჯარიმას. ხოლო დაუძებობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონმდებლობა 2-დან 8 წლამდე თავისუფლების აქტებას ითვალისწინებს. ევროპის კონტინენტზე მასშტაბური ტყის ხანძრები გამოიწვია ესპანეთის საფრანგეთის, საფრანგეთში და პორტუგალიაში 1000 ჰექტარი ტყის აღნიშნულების ნამდვილობაზია. ევროპაში ზაფხულის სიცხემ საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა რამდენიმე ქვეყანა. ესპანეთში გვადალახარის რეგიონში წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი მძიმარებს. ცეცხლმარილეთობით ჰექტარი განადგურა, რის გამოც ათასობით ადამიანს მოუხდა საცხოვრებლის დატოვება და ეს უფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ დაბრუნდნენ დაზიანებულ ზონებში, სანამ ხანძრის
მისი და ბრავდური დიქტატურა რომელიც კომუნისტური კიდეც საფარ ოფისში პროგრამაში შევიდა. ვიქტორ ორბანის ხებას პოლიტიკურ რესურსებს დაუბრუნდა. უმოკლედ რუსეთის სიჩუმეების დეპარტამენტი გოგოზე. და მოკუთვნილია სამუზეუმო არქიტექტურა. უნგრეთის ყოფილი პრემიერის განსხვავებით პარტია ფიდესის ოფისი ციფრული ინფრასტრუქტურის და ინტერნეტის გარეშე დარჩა. ვიქტორ ორბანმა პოლიტიკურად მოტივირებულ და არადემოკრატიულ ცნებებში ეხოსა პარტიის ოფისში წინასწარი მოწყობილობის გარეშე პროკურატურის შეცვლა და იქიდან სერვერების საკომუნიკაციო სისტემებისა თუ სხვა ციფრული ინფორმაციის გარდა. ფიდესში ასაბამებდა იდეალურიის მთავრობა უნგრეთში დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა დაასრულა. ფიდესმა ევროპული წინააღმდეგობის დეკლარაციას გამოაქვეყნა, სადაც არამხოლოდ პროკურატურის მიერ ფაქტი არამედ უნგრეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფაქტი. უნგრეთში განვითარებულ მოვლენებს სხვა ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსები ეხმიანებიან, ისინი მისდევენ ფორმატ სტანდარტად აფასებენ გარემონებას, ხუთი უწინდელო კავშირი კანონის უზენაესობის დაცვაზე ლაპარაკობდა